პარიზში სკანდალი დატრიალდა, კვარაცხელია კი ამის ეპიცენტრშია. დემბელეს განცხადებამ ყველა გააოგნა და კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ყველაფერს ფარდა ახადა. ზურიკო დავითაშვილმა დუბლი გააფორმა, რითიც გუნდს გამარჯვება მოუტანა. მთელი მედია ქართველზე საუბრობს, ხოლო ბრიტანული მედია კვლავ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, გიორგი მამარდაშვილი ბედნიერი არ არის. რა ხდება ქართველი გოლკიპერის თავს? დღეს ვისაუბრებთ ბევრ საინტერესო სიახლეზე. თქვენ კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ ეს შრომა დააფასოთ. უბრალოდ დააჭირე ლაიქის ღილაკს და გამოიწერე არხი. ეს რეალურად 3 წამის საქმეა და ასე უმარტივესად გამოხატავ თქვენ პატივისცემას. კომფორტულად მოკალათით, ეს არის არხი ფუტვიჟენ. დავიწყოთ. ლიგა 2-ის 23 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი გენგამს ესტუმრა და 2-1 გაიმარჯვა. ქართველი შემტევი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეათე წუთზე ლუკას ტასენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ზუსტად ზურიკო დავითაშვილმა აქცია. მე-14 წუთზე კი ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ზურიკომ დუბლი გაიფორმა. იდეალური მაჩის დასაწყისი. მე-60 წუთზე დონატიან გომისმა ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს მასპინძელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა, ხოლო მწვანეებმა კი 3 ქულის აღება მაინც მოახერხეს. სოფასკორმა დავითაშვილის თამაში 8.3 ქულით შეაფასა. ზურიკოს სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 გოლი, 2 საკვანძო პასი, 3-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 37-დან 29 ზუსტი პასი, 2 დარტყმა კარში, 59 შეხება და 4-დან 3 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. მაღალი კლასის დემონსტრაცია ზურიკოსგან. ბოლო დროს განიხილებოდა თურქული ბეშიქტაში. დაწერეთ კომენტარებში თქვენი ვარაუდები. გადავა თუ არა ზურიკო თურქეთში და როგორ თვლით, რა არის მისთვის საუკეთესო ვარიანტი? 23 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 40 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ამდენივე ქულა აქვთ რეიმს და რედ სტარს, ხოლო ტრუა 51 ქულით ლიდერობს და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი რენთან 1-3 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მოედანზე 60 წუთი გაატარა და მატჩი საგოლე მოქმედების გარეშე დაასრულა. მის თამაშს ფრანგული პრესა გამოეხმაურა. ფუტმერკატო. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი საფირმო მოძრაობებით პარი სენ-ჟერმენის შეტევებზე საკუთარი კვალი დატოვა. დაცვაში ჩადიოდა და საკუთარი ნახევრიდან თანაგუნდელებს ხარისხიანი პასებით ამარაგებდა. მის ერთ-ერთ გრძელ გადაცემას დეზირე დუეს მომენტი მოყვა, რომელმაც ვერ გაიტანა. ამის შემდეგ კვარას რამოდენიმე შანსი მიეცა, მაგრამ ისეთივე გავლენა აღარ ჰქონდა. გამოცემა 90 მინ. აქტიური და შეუპოვარი. პირველ ნახევარში პარი სენ-ჟერმენის ყველაზე გამორჩეული შემტევი იყო, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან რამოდენიმე საინტერესო რეიდი ჰქონდა და მისი ერთ-ერთი ჩაწოდება შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთს არასტაბილურად ეპყრობოდა. ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია დაცვაში აქტიურად იმუშაოს. მართალია ნუნუ მენდეშთან ხშირად არ კომბინირებდა, მაგრამ როდესაც ეს ხდებოდა სახიფათო იყო. დანარჩენში ინდივიდუალურად ძალიან კარგად ითამაშა. რენთან წაგებული მატჩის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ გუნდის არასწორ მიდგომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა კლუბის ინტერესები უნდა დააყენონ. რა თქვა დემბელემ? მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, რენმა კი ძალიან კარგად ითამაშა. ფიქრობ, მეტი მონდომება უნდა ვაჩვენოთ. პირველ რიგში თუ მოგება გსურს პარი სენ-ჟერმენისთვის უნდა ვითამაშოთ. თუ ყველა თავისთვის იქნება, არაფერი გამოვა. ტიტულებს ვერ მოვიგებთ. გასულ სეზონში კლუბს პირველ ადგილზე ვაყენებდით და მხოლოდ შემდეგ ფიქრობდით საკუთარ თავებზე. ეს მიდგომა უნდა შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით ასეთ მატჩებში. ვიცით, რომ სეზონის გადამწყვეტი ნაწილი იწყება, ამიტომ ცალკეულ ფეხბურთელებზე წინ კლუბის ინტერესები უნდა იდგეს. ცნობისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ის 22 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი სტუმრად რენს დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მე-60 წუთზე შეცვალა. პარიზელთა ერთადერთი გოლი კი 72 წუთზე სწორედ დემბელემ გაიტანა. ალბათ ეს აძლევს ამ ყველაფრის საშუალებას, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ამით ძალიან ეხმარებით არხს განვითარებაში და ამ სპორტულ სიახლეებს თქვენ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი გაიგებს. მადლობა. თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე, ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. დემბელემ მეჩქვეშ დააყენა ზოგიერთი თანაგუნდელის ქცევა, რომელიც ზედმეტად ინდივიდუალისტურად და ეგოისტურად მიიჩნია.
სანამ საკუთარ თავზე ვიფიქრებთ, კლუბისთვის უნდა ვიფიქროთ. აღნიშნა მან, თუმცა მედიასთან კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია. მიუხედავად ამისა, ლეეკვიპი და ლეპარიზიანის ინფორმაციით, დემბელეს სამიზნე აშკარად დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ. ეს ფრანგული სპორტული გამოცემების აზრია, თუმცა დემბელეს ნათქვამის გაფილტვა რთულია. დუეს შემთხვევაში მცირე ხელჩასაჭიდი არგუმენტი არსებობს. ჯერ კიდევ გასულ უქმეებზე მარსელთან მაჩისას ოქროს ბურთის მფლობელმა დუე რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა. დეზირე კარის წინ გამაოგნებელ უნიათობას იჩენდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მან დემბელეს რეალური საგოლე შანსი მაინც შეუქმნა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ფეხბურთელი რენთან შეხვედრაში დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა. წერს ლეეკვიპი. თავის მხრივ ლეპარიზიანს მყარი მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა მაინც ამ ორ მოთამაშეზე მიანიშნებს. სურდა თუ არა მას, როდესაც გადაფარვით თქვა, რომ გუნდს საკუთარ თავში ჩახედვა სჭირდება რომელიმე პარტნიორის მიზანში ამოღება. თუ ასია ვისი? დეზირე დუესი თუ ხვიჩა კვარაცხელიასი, რომლებიც მოედნიდან 1 საათის შემდეგ ისე გაიყვანეს, არც ერთ მათგანს გუნდისთვის დღეს სარგებელი არ მოუტანია. დემბელეს როგორც ჩანს ამბიციები მოეძალა და თავს სხვებზე მაღლა აყენებს, რაც როგორც წესი, გუნდში შიდა სამზარეულოსთვის არასდროსაა კარგი. ლუის ენრიკემ უსმანის მიერ ნასროლი ეს ბომბი თავისებური სიმკაცრით განმუხტა. დემბელეს განცხადება, მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შედეგს ემოციურად აფასებენ. მე არ დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ამის გარანტიას მე გაძლევთ. ამას არც სპორტული დირექტორი და კლუბის პრეზიდენტი დაუშვებენ. მატჩის დასრულების შემდეგ აკეთებულ კომენტარებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ამიტომ დემბელეს განცხადებას არ შევაფასებ. სამშაბათს პარიზელებს მონაკოსთან სტუმრად ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის მატჩი ელოდებათ და გუნდში გარემოს დაძაბვა მთავარი მწვრთნელის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, გადააჭარბა თუ არა პრესამ? თუ მართლაც შეიძლება რაღაც დონეზე დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო კვარაცხელიასკენ და დეზირე დუესკენ? თუ ასეა, ძალიან სამწუხაროა, რადგან დემბელეზე ძალიან გულს ავიცრუებ. FA Cup-ში ლივერპულმა ბრაიტონს უმასპინძლა და მარტივად 3-0 დაამარცხა. სამწუხაროდ არნე სლოტი გიორგი მამარდაშვილს არც თასის მატჩი შეენდო. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ბრიტანული გამოცემა და წერს, რომ გიორგი მამარდაშვილი ბედნიერი არ არის. ბრაიტონის წინააღმდეგ არნე სლოტის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში მოულოდნელი გამონაკლისი დაფიქსირდა. გიორგი მამარდაშვილის თავისი იშვიათი შანსი არ მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა მარტივად გაიმარჯვა, ველოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში სწორედ ქართველ მეკარეს ვიხილავდით. მისი სკამზე დატოვება უცნაური გადაწყვეტილებაა. ეს მამარდაშვილს არ მოეწონებოდა. ახლა ის თავისი მდგომარეობით ბედნიერი არ არის. გიორგი ლივერპულში იმისთვის მოიყვანეს, რომ სამომავლოდ ალისონი შეეცვალა, რომელიც ბოლო პერიოდში დამაჯერებელი აღარ არის. არსებობს რისკი, რომ გიორგი მამარდაშვილი აღარ დაელოდება თავის წუთებს და მოთმინებას დაკარგავს. სლოტის მხრიდან ეს საკმაოდ მკაფიო გზავნილს გავდა. ქართველმა მეკარემ ალისონთან დაკავშირებული სიტუაცია კარგად იცოდა, მაგრამ აშკარად თასის მატჩებში უფრო მეტ სათამაშო დროს ელოდა. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა საინტერესო პერსპექტივა ჰქონდეს მამარდაშვილს, აშკარაა, რომ თუ ალისონი ფორმას არ დაკარგავს, ის ყოველთვის გარიყული იქნება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში 11-ჯერ ითამაშა და კარიმ შრალად 3-ჯერ შეინახა, რაც ცუდი შედეგი საერთოდ არ არის. ქართველ მეკარეს ყველაზე მეტი სათამაშო დრო მას შემდეგ მიეცა, რაც ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო. თუმცა ბრაზილიელის დაბრუნების შემდეგ მამარდა კვლავ სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ იქცა. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი მოცდა კიდევ შეიძლება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გაიწელა, მამარდა აუცილებლად უნდა წავიდეს. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა, იმედია მოგეწონათ. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ცეცხლოვანი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.